ამ ვიდეოში მე გეტყვი, როგორ შეგიძლია პირველი 5000 ლარის გაკეთება ონლაინ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მაგრამ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ბოლომდე უყურე ჯერ, თორე რაღაც შეიძლება მოისმინო და მე ყურადღება გაგეფანტოს, გაიქცე კომენტარების სექციაში, გადახვიდე, ვიღაცამ დაგირეკოს და ასე შემდეგ, ყველაფერი გადადე და გეტყვი ამ ვიდეოში რა უნდა გააკეთო. პირველი, როდესაც არ იცი რა უნდა გააკეთო, უნდა შეხედო მას, ვინც იცის რასაც აკეთებს და გამოსდის. მარტივია. ანუ უნდა გყავდეს შენი როლ მოდელი, მისაბაძი მაგალითი. მისაბაძი მაგალითი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა დააკოპირო და ის პიროვნება გახდე, მოკლედ მისი copy paste. არავითარ შემთხვევაში უნდა ჩაატარო მინიმუმ 5 ადამიანის ანალიზი, ვისაც გინდა დაემგვანო მომავალში. ამ 5-ის საშუალო არითმეტიკული აზროვნება აიღო, რა თემებზე საუბრობენ, რა მოსწონთ ხალხს მათში, როგორ ტანზე არიან, რამდენს გამოიმუშავებენ, თუ გამოიმუშავებენ მინიმუმ 5000 ლარს ეგ არის. ზუსტად ეგეთი გარემოსვა გჭირდება შენ და ზუსტად ეგეთი ხალხი უნდა იყოს შენი მისაბაძი მაგალითები. ძალიან ხშირ შემთხვევაში ის ადამიანი, ვინც შოულობს ონლაინ თანხას, არის ინფოციგანი. ანუ ყიდის თავის ცოდნას და გამოცდილებას. მაგრამ მე ინფოციგანი არა ვარ. მე ვარ ინფომეგრელი, ერთადერთი. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით ყველაფერი, კი შეიძლება დაგიძახონ ეგრე, მაგრამ ძალიან ერთ ადგილას უნდა გეკიდოს, თუ რა სიტყვის შენზე სხვა ადამიანი. შეიძლება არ გეკიდოს, შეიძლება უეჭველი გულზე მოგხვდება, არ გესიამოვნება. მაგრამ როდესაც 5000 ლარი, 10000 და 20000 ლარი გაქვს თვეში, ნაკლებად მოქმედებს ვიღაც გამოსირებული ანზორიკას აზრი შენზე. და მეთანხმები. რას ნიშნავს ცოდნის გაყიდვა? ღმერთო. რავი, დააკვირდი ენტონი რობინს, დააკვირდი რობერტ კიოსაკის. წეღან ბრაიან ტრეისის რეკლამა მომიგდო, ტიპი 70 წლის ბაბუა არის, თავის კურსს ყიდდა. დღეს შენ პრინციპში ნებისმიერი კურსი შეგეძლია შექმნა, ოღონდ მთავარია გქონდეს ეს სამი რამ. პირველი უნარები, მეორე გამოცდილება და მესამე შედეგი. მაგალითად, მე როდესაც ინფობიზნესი დავიწყე, მაშინ ვიღებდი წონისკლების ვიდეოებს. ვინც უკვე დიდი ხანი მიყურებთ, ალბათ ამოგიტივდივდათ ახლა თავში ჩემი წონისკლების ვიდეოები. რატომ გადავწყვიტე წონისკლება? პირველი, მქონდა უნარები, ძალიან ბევრი შეცდომის შემდეგ, მივაგენი გზას, დავიკელი 30 კილოგრამი და ვინარჩუნებდი 6 წლის განმავლობაში, უკვე 8 წელია ვინარჩუნებ. ეგ ერთი, უნარები. მეორე, მქონდა გამოცდილება, 6 ჯერ დავიკელი, მოვიმატე და მივაგენი რაც ხას ცხოვრებაში და უკვე შემიძლია ვასწავლო ასევე სხვას. და შედეგი, რა თქმა უნდა, შედეგი იყო და ყველაფერი ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, დაკავშირდა. სამივე პუნქტი. ამიტომაც, თუ ხარ მაგალითად მაგარი ფიტნეს ტრენერი, მაგარ ტანზე, უკვე დიდი ხანი ადამიანებს ასწავლი და მათაც აქვს შედეგი და შესაბამისად შენს გაქვს შედეგი, უკვე შეგიძლია შექმნა ისეთი კურსი, რომელიც ასწავლის ადამიანს სწორად ვარჯიშს. თუ მაგალითად ბავშვებს ასწავლი ფეხბურთის თამაშს, თუ თევზაობა იცი ძალიან მაგრად, ამის შესახებაც შეგიძლია შექმნა კურსი. ინვესტიციები გესმის მაგრად? ძალიან მაგარია, ესე იგი საქართველოს ძალიან მაგრად სჭირდები. რამდენი ადამიანი აკეთებს ინვესტიციას ყოველთვე საქართველოში? ძალიან ცოტა. ანუ ძალიან დიდი ტკივილია, რაც შეგიძლია მოაგვარო შენი კურსით. რაშიც ადამიანი გადაგიხდის თანხას. ადამიანი იხდის თანხას მხოლოდ მაშინ, როდესაც უნდა რაღაც ტკივილის მოგვარება. ხომ ესეა? მაგალითად, ახალი მოსწავლე მყავს, ვინც გადაწყვიტა დაეხმაროს ემიგრანტ ქალებს, გადადონ ხელფასიდან თანხა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ საქართველოში ისე, რომ კონდეთ ფინანსური უსაფრთხოების ბალიში და ამაზე აკეთებს ახლა კურსს. კარგი, როდესაც კურსი გაქვს უკვე შექმნილი, მეორე რაც უნდა გააკეთო, გადაწყვიტო რა დაჯდება ეს კურსი. მაგალითად, თუ შედის 20 ლექცია, თითო 9 საათიანი და ხანგრძლივობა მთელი კურსის არის 10 საათი და გატანილია ეს სასარგებლო ინფორმაციით, რაც უეჭველი იცი, რომ ადამიანის ტკივილს მოაგვარებს, შემდეგი მიზანია მინიმალურ პროგრამას დაუწესო ფასი. საქართველოში კურსები ყველაზე კარგად იყიდება 200-დან 350 ლარამდე. თუ 350 ლარი ჯერ, გეშინია და მესმის ძალიან ბევრის რომ ხშირად, როდესაც ჩვენს პროდუქტს ცოტა ძვირს ვადებთ, ამით არც ისე კარგად გრძნობთ თავს და ეს ყველაფერი არის გამოცდილება მესმის, შეგეძლია დაიწყო 200 ლარით. ანუ მხოლოდ კურსი ჩანაწერში ეღირება 200 ლარი. მეორე პროგრამა იქნება მაგალითად შენი ერთვიანი პირადი მენტორობით. ანუ ეს 20 ლექციანი კურსი, რომელსაც შექმნი და ერთი თვე შენი პირადი უკავშირი. ნებისმიერ დროს, ანუ ერთი თვის განმავლობაში, რომ უპასუხო კლიენტს პირადში. მენტორობასთან ერთად შეგიძლია დაუწესო ფასი 350, 400 და 500 ლარიც კი.
და მაქსიმალური პროგრამა. შეგიძლია ეს 20 ლექცია იყო, ერთვიანი პირადი მენტორობა და პლუს ერთი VIP შეხვედრა, რომელიც გაგრძელდება 2-3 საათის განმავლობაში, სადაც ერთი ერთად დაგისვამს კითხვებს, სადაც შევა ასევე done with you სერვისი, ანუ რაღაცას როცა ვერ იგებს ლექციიდან შენი კლიენტი, დაუჯდები ერთი ერთზე, დაუღეჭავ და ასწავლი ისე, როგორც მშობელმა გასწავლა სიარული, თავის დროზე არასდროს დაგავიწყდა, იგივე სიზამ შენი კლიენტის შემთხვევაში. ერთხელ დაჯდები, ასწავლი სიარულს და გაუშვებ უკვე დამოუკიდებლობის გზაზე. ახლა დავთვალოთ, რამდენი 200 ლარიანი კურსი უნდა გაყიდო იმისთვის, რომ თვეში კონდეს 5000 ლარის შემოსავალი. 5000 გავყოთ 200-ზე, გამოდის 25 კლიენტი. სულ რაღაც 25 კლიენტი გჭირდება იმისთვის, რომ თვეში აკეთებდე 5000 ლარს. 5000 ლარი საქართველოში ითვლება ძალიან მაღალ ხელფასად, სამწუხაროდ. ან კიდე, როგორც თქვი, მაგალითად თუ 500 ლარს დაადებ ერთვიან პირად მენტორობასთან ერთად, დაგჭირდება მხოლოდ 10 კლიენტი, 500 ლარიანი 10 კლიენტი და გაქვს ჯიბეში 5000 ლარი ყოველ თვე. ყოველ თვე უნდა იპოვო ეს ხალხი. და სულ დამოვიწყდა მე თქვა, პრემიუმ პროგრამას შეგვიძლია დავადოთ ფასი 1500 ლარი. ანუ პრემიუმ პროგრამაში რა შედის? როგორც თქვი, 20 ლექცია მაგალითად, ერთთვიანი პირადი მენტორობა და ერთი VIP შეხვედრა. და იმისთვის რომ 5000 ლარი კონდეს თვეში, უნდა გაყიდო რამდენი? 3-4. 1500 ლარიანი პროგრამა და ეგ არის 5000 ლარი გაქვს ჯიბეში. კარგი, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრს გონია, თუ კურს შექმნის, ბიზნეს გახსნის და წამოიწყებს რაღაცას, კლიენტები თავისი წამოვა. მარკეტინგი, ანუ საიდან უნდა მოვიზიდოთ ეს ხალხი? რა თქმა უნდა, სოციალური ქსელებიდან. ყველაზე ნაღდი გზა იმისთვის რომ მოიზიდო კლიენტი, ეს არის იაქტიურო ვიდეოების მეშვეობით. ჰორიზონტალური, ვერტიკალური მნიშვნელობა არ აქვს. მე ახლა ვიღებ ჰორიზონტალურ ვიდეოს. აქამდე გადავიღე ვერტიკალურ ვიდეო. თავარია, გადაიღო ვიდეო, ამოიღო ხმა და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს შენი კურსის შესახებ. ტარან! მაგრამ კურსის გაყიდვა სულ სხვა კონცეფციაა. ეს არ ნიშნავს იმას, გამარჯობა მეგობრებო, წონისკლების კურსი მაქვს და იყიდეთ. 200 ლარი ღირს. არა. ყოველი ვიდეო უნდა შედგებოდეს 3 მთავარი კომპონენტისგან. პირველი არის ჰუკი, ანუ პირველი 3 წამი მაქსიმალურად მიმზიდველი, მეორე free value, ანუ უფასო სარგებელი. რა შეგიძლია ისეთი თქვა ამ უფასო ვიდეოში, რასაც მაგალითად ძალიან ბევრი მარტო ფასიან კურსი ასწავლის. ჩააკვეხე ეგ და ბოლოს მესამე call to action, ანუ მოწოდება შენთვის სასარგებლო მოქმედებისკენ. მაგალითად, იმისთვის რომ დაგეხმარო პირადად, მომწერე პირადში და გავისაუბროთ. და იმისთვის რომ 25 კლიენტი მოიზიდო, რომელიც 200 ლარიან კურსს იყიდის, ეს გამოდის ერთი კლიენტი მაინც უნდა ყავდეს ყოველ დღე. და შენ შეიძლება თავიდან პირველი დღე საერთოდ არავინ მოგწეროს, შეიძლება ერთ კვირაშიც კი ერთი მესეჯის კი არ ქონდეს შემოსული, მაგრამ როცა შენ 1-2-3 კვირის განმავლობაში დადებ ხშირად ვიდეოებს, სასარგებლო ვიდეოებს, რაც აგვარებს ადამიანის ტკივილს, თუ ხარ ფიტნეს ტრენერი, გადაიღე რა შეიძლება მეტი ვიდეო თუ რამდენად სასარგებლო ვარჯიში, რამდენად მავნებელია, როდესაც არ ვარჯიშობ, რა მენტალურ პრობლემებს და ფიზიკურ პრობლემებს აგვარებს, როცა ვარჯიშობ, თუ ფინანსისტი ხარ, თქვი, რამხელა სარგებელი მოაქვს იმას, რომ ყოველ თვე ცოტ-ცოტას გადადებ ინვესტიციას, როგორ ჭაობში შეიძლება აღმოჩნდე, თუ არ გაქვს კაპიტალი დაგროვებული, რატომ უნდა დაიწყო დღესვე, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკე შენს ექსპერტიზაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგო შენ შესახებ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარწმუნდეს შენს ექსპერტიზაში და შესაბამისად გენდოს და მერე გახდეს უკვე კლიენტი. კარგი, ონლაინ კურსი მზადაა, ვიღებთ კონტენტს, ხალხი გწერს, მაგრამ არავინ ყიდულობს. აქ უკვე თამაში ერთვება გაყიდვების უნარები. გაყიდვების უნარები უნდა გქონდეს დახვეწილი ყველგან რას გულისხმობ. პირველი კონტაქტი ეს არის მესიჯი, პირადი შეტყობინება, 99.9% შემთხვევაში პოტენციური კლიენტი მოგწერს პირადში, Instagram-ზე, Facebook-ზე ან TikTok-ზე. უნდა იცოდე, როგორ უპასუხო მას პირადში. შემდეგ, უნდა იცოდე, თუ დაგირეკავს ტელეფონის ნომერზე, აუდიო ზარით როგორ ესაუბრო. უნდა იცოდე, ვიდეო ზარის მეშვეობით როგორ გაყიდო და ასევე პირადი შეხვედრის დროს. უნდა იცოდე, თუ როგორ გაყიდო 200 ლარიანი პროგრამა, რომელიც არის მასიური და უნდა იცოდე, როგორ გაყიდო ძვირიანი პროგრამა, რომელიც არის პირადი მენტორობა და იწყება 1500 ლარიდან. რამდენი დრო უნდა დახარჯო წინააღმდეგობებზე, როგორ უპასუხო, 10-დან კონკრეტულად რამდენი უნდა ყიდულობდეს და ამ ყველაფრის ანალიზი. ხო და თუ გაინტერესებს, პირველი, როგორ შექმნა
შენს ცოდნაზე დაფუძნებული კურსი. ნებისმიერ სფეროში. რა ფასი დაადო შენს ცოდნას? თუ გაინტერესებს როგორ მოიზიდო სოციალური ქსელებიდან, TikTok-იდან, Facebook-იდან, Instagram-იდან, YouTube-იდან, სყიდველთუნარიანი და მიზნობრივი აუდიტორია და გაინტერესებს როგორც კი ეს მსყიდველთუნარიანი აუდიტორია დაინტერესდება შენი პროდუქტით, როგორ გაყიდო? პირადში, ტელეფონის ზარით, ვიდეო ზარით, თუნდაც მასიურად, გინძვირად. Instagram-ს ნახავ, აი სადღაც აქ, თუ Facebook-ზე ნახავ, Facebook-ზე მომწერე, თუ Instagram-ზე ნახავ, Instagram-ზე მომწერე. თუ YouTube-ზე უყურებ ამ ვიდეოს, მაშინ Instagram-ის ლინკს მივაბავ, აღწერაში მომწერე და მოდი ჯერ გავისაუბროთ, ნახოთ რა სიტუაცია გაქვს და შემდეგ ნაბიჯებზე ვიფიქროთ და დამიჯერე. ასეთი ცოდნით, რომელსაც შენ მიიღებ ჩვენთან 5,000 ლარი კი არა, 10,000 ლარს როცა გააკეთებ, ყოველ თვე სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იფიქრებ, რატო ასე ცოტა? ამდენი ვიცი, ამდენი ვისწავლე. რატომ 10,000 ლარი? და ზუსტად ეგ პროტესტი გაგიჩნდება და გისურვებ, რაც შეიძლება სწრაფად გაგიჩნდეს ეს პრეტენზია.